მოგეხსენებათ, ვაკე ოდით განვითლებოდა ქოცების შტაბ ბინად, მაგრამ ვაკე აწ უკვე განქოცებულია, იმიტომ რომ ვაკეში ჭკვიანი ხალხი ცხოვრობს და ხვდებიან და არ ეშინიათ deep state-ის თუ deep shit-ის. სამწუხაროდ ძალიან ცუდი მდგომარეობაა რეგიონებში და მე არ ვიცი ჩვენი ოპოზიცია რას ფიქრობდა, როდესაც არ მუშაობდა რეგიონებთან. ბიძინას 2012 წელს ნაყიდი ეს ანტენები მუშაობს. უყურებენ მხოლოდ ნადეჟდა TV-ს და ეს ალტინფოს და მაიმუნობებს და მართლა გონიათ რომ ბიძინამ დაიცვა ისინი ომისგან რაღაცა deep state-ის ეშინია თუ რაღაცა და კარჩი უნდათ რუსეთი რა. ხო და ეს არის 40 პლუს ზემოთ ხალხი. ამიტომ ჩემო ძვირფასო ბავშვებო, შვილებო ამ ადამიანებისა. დაეხმარეთ თქვენ მშობლებს, რომ სიმართლე იცოდნენ, არავითარი ომის საშიშროება არ არსებობს. Deep state-ი არის რაღაცა მითი მოგონილი და რომ ჩვენ ამერიკა არასოდეს არ დაგვთმობს, იმიტომ რომ ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რაც არ უნდა მოხდეს. მოკლედ, პრობლემა არის რეგიონებში, ეხლა რომ არჩევნები იყოს რეგიონებში, დიდ რეგიონებში, აი ესეთში როგორიც არის გურია, აზბეგის რაიონი და ასე შემდეგ, ოცნება ისევ გაიბაჯვებს. So therefore, deep state კი არა, we are in deep shit. ვაკელებს კი გეტყვით, რომ ხვალ ძალიან მაგარი აქციაა მეგობრებო. ეხლა იმასაც დაკავშირებით, რომ აი ტრამპი გვირდება, მაგრამ მე აღარ ასრულებს ტრამპმა თქვა მი უკრაინის ომს დავამთავრებს ესე. ხო ტრამპს ხანდახან ენა წინ უსწრებს, მაგრამ ამერიკის საგარეო პოლიტიკას ტრამპი არ წვეთს. ასე რომ ტრამპს გვერდზე უდგას ისეთი კონგრესმენები და სენატორები, რომლებიც ჩვენთვის ზრუნავენ, მეგობრებო, დიახ ზრუნავენ. ხოლო რაც შეეხება ტრამპს, იყოს თავის ელონ მასკთან ერთად, საერთოდ კი ამბობენ, რომ ამერიკას ტრამპი კი არა, ელონ მასკი ხელმძღვანელობს. ოდესმე მაგრამ ჩვენ ეს არ გვეხება.